მიხეილ ბარათაშვილის როლი არის, არ ვიცით, ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი როლი, ის არის ფუძემდებელი ქართული ნუმიზმატიკის. ეს გახლავთ ვახტანგ მე-6-ის ამალას გაყვა მისი ბაბუა მელქისედეკ ბარათაშვილი და მოგეხსენებათ ვახტანგ მე-6-ის ამალას რა ბედი ეწია საბოლოო ჯამში, ისინი დასახლდნენ რუსეთში და მიხეილი დაიბადა სიბირსკში. დაიბადა სიბირსკში, სამხედრო, მოგეთ ძალიან საინტერესო კაცი იყო. სამხედრო კაცი იყო, იქ დეკაბრისტებსაც უთანაგრძნობდა, მოგეთ ძალიან ისეთი ბევრი მასონთა ლოჟის დამაარსებელი იყო სხვათა შორის. ძალიან საინტერესო მასონთა ლოჟა ჰქონდა, პალატა ჰქონდა, ეს იყო რაღაცა საიდუმლო გასაღები ერქვა, თუ არ ვცდები, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც სწავლა უნდოდათ აქ და როგორც ჩანს ძალიან დაინტერესებული იყო მასალის შეგროვებით და დაიწყო როგორც ამბობენ არქეოლოგიური მასალაც აინტერესებდა, მაგრამ ნუმიზმატიკური კოლექცია შეაგროვა. 1854 წელს გამოდის წიგნი ნუმიზმატიკური ფაქტები სამეფოსა საქართველოსი. ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე. წარმოგიდგენიათ, ესე იგი 1854 წელს სიმართლე რო ითქვას, ეროვნულ ესე ამ მიძინებულ ქართველებში, მოგეხსენებათ ეს რა პერიოდია, ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის ჟინი და თვით ასე ვთქვათ, გამორკვევის ძალიან ისეთი ის იყო, რა ქვია, ნაბიჯი იყო, ნამდვილად დიდი როლი შეასრულა ამ წიგნმა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, აქ საუბარი არის უძველესი დროიდან ქართველებს აქვს მოდი. და საფუძველი ამ წიგნის იყო მისი კოლექცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა. შეადგინა. ეს იყო საოცარი გარღვევა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ჯერთი ქართული ნუმიზმატიკა კი არა, მსოფლიო ნუმიზმატიკა გაჩნდა 50 წლის წინ, ვიდრე ეს წიგნი გამოვიდა მსოფლიოში პირველი წიგნი ნუმიზმატიკაზე იოსებ ილარიეკელის და აი ასე უცებ 50 წელი რა არის ისტორიისთვის. აი ბატონმა მიხეილმა ესეთი საოცრება გააკეთა, გამოსცა ამ წიგნში წერს სხვათა შორის და იქ რას წერს იცით რომ ჯერთი აქ ნუმიზმატიკის განსაზღვრა არაჩვეულებრივად. როგორი მნიშვნელოვანია ნუმიზმატიკა და მონეტა როგორც წყარო და ამბობს რომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვსო რომ ჩემი წიგნიო გააღვიძებსო ჩემ სამშობლოში ამგვარი მუშაობის განგრძობის სურვილსო. ანუ ნუმიზმატიკას და მართლაც ასე მოხდა. ეს არის ფასდაუდებელი, ეს არის პირველი ნაშრომი, რომელზედაც რაც არ უნდა გადავაკეთოთ, რაც არ უნდა ახალი ატრიბუცია შემოვიტანოთ, საფუძველი არის მიხეილ ბარათაშვილის ეს საოცარი წიგნი. სხვათა შორის ამ წიგნის გამოცემის მერე ის იყო პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დანიის, მოკლედ რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების დამაარსებელი, ძალიან დიდი ტიტულები ჰქონდა. ეხლა რა ბედი ეწია ამ კოლექციას?